ხო, ესა ცხრილი, ესე იგი ბეტონის კლასის, ანუ ბეტონის შედეგების ცხრილი არის უფრო სწორად, რა სტანდარტის მიხედვით არის გათვალისწინებული, ანუ რამდენი უნდა იყოს შედეგი C კლასის ბეტონებზე არის. დაწყებული მაქვს C8 და 10-დან და გრძელდება C100-115, ნუ ეხლა ამას ვინ იყენებს, მაგრამ მაინც. ანუ ნახე, კლასები ბეტონის მინიმუმი, ან ზღვარი რაც უნდა დააკმაყოფილოს, რაცაა სტანდარტით გათვლილი, ეს არის ცილინდრის შემთხვევაში, ანუ სიტყვაზე თუ ავიღებ ცილინდრის ნიმუშებს და მინიმუმი მოთხოვნები კუბის შემთხვევაში, კუბიკის შემთხვევაში, ანუ 15-იანი კუბიკის შემთხვევაში რა, ამდენი ნიუტონ მილიმეტრ კვადრატი უნდა იყოს. C8 და 10, ну თავისთავად, რაცაა პირველი საერთოდ იცი, თავისთავად პირველი არის ცილინდრის, უნდა იყოს 8, 28 დღეზე, 8 მეგაპასკალი და კუბზე უნდა იყოს 10. რა ვიცი, C25, 30, 25 უნდა იყოს ცილინდრის, 30 უნდა იყოს კუბიკის. ну, კაი, მოკლედ ახლა ახსნაც არ დავიწყებ, ესენი გადაზეპირებული გვაქვს, ვიცით. პროსტა გამოვეშტოთ ესეც ტაბაღზე. ხო და ამასაც თუ გავაკრავთ იქ სადმე აპარატი, სადაც აწნეხი, კაი იქნება რა, ანუ სიტყვაზე ვიღაცა რომ მოვა ისეთი უცხო რო არ იცის. ახედავს ეცოდინება რა უნდა იყოს. ეხლა რაც შეეხება ამ სტანდარტს, რადგან ჩვენი ვლაპარაკეთ იმის რომ დამირეკე რომ ანუ ვინმესო დაუმტკიცო. ეს სტანდარტი ინტერნეტში დევს არის BS სტანდარტი არის, სადაც ჩამოთვლილი არის ყველა ბეტონის კლასი, რაც უნდა იყოს მინიმუმი მოთხოვნით. ანუ რამდენი უნდა იყოს, რამდენი უნდა დააკმაყოფილოს იმ ვიღაცა დიშლამ რო დაგიმტკიცა რომ ესო არ არისო ის ბეტონი. არის დევს იქ ამის სტანდარტი. ფასიანია რა თქმა უნდა, ქართულად არა, ინგლისურადაა, მაგრამ თუ ვიყიდით ამ სტანდარტს, 100 რაღაცა ლარი ღირს, ძალიან ბევრი ფურცელი არის და ძალიან ბევრი კაი რაღაცაა. პროსტა ეხლა იმ სტანდარტს ვერ გაჩვენებ და ვერ განახებ, იმიტომ რომ თვითონ არ ჩდება რა, ანუ მე სურათი მაქვს ინტერნეტში ვეძებ და ვიღაცა ზედო რაღაცა სურათი ამოჭრილი ერთ კონკრეტულ იმაზე გვერდზე. ხო და შესაბამისად არის მოითხოვება და თუ დაგვჭირდება და ვინმე ესე გაძაღდება და რაღაცა, არა, მაგის პრობლემა გადავიხადოთ ის ერთხელ ისისა და ვიყიდოთ ის სტანდარტი და მე ვინც უნდა ის მოვიდეს და გიმტკიცოს, ეს რა ქვია, C45-55, 70 მეგაპასკალი უნდა იყოსო და ჩვენ რო ვეთქვით რომ არა 55-ია. მოკლედ რა ვიცი, კაი ცხრილი ამასაც Excel-ში ავკრიფავ და დავიყვან ქართულადაც. ათო მინდა რა ვიცი ესე დავუტოვოთ და გამოვაკეთეთ ამას რომ ამოპეჭ და ფაილში ჩადებ, გადმოატრიალებ და კედელზე სკოჩით მიაკრავ სადმე წნეხთან, ან რა ვიცი. წნეხთან ჯობია, ხო. ანალოგიურს გავაკეთებ B კლასზე. B კლასის ისინი რა ქვია, მას ცილინდრიც რამდენი უნდა იყოს და კუბიც. ну საერთოდ ზოგადად C კლასში ეს მთელი რიცხვები არის კი იცი და B კლასზე რაღაცა მეათედი რიცხვებით რომ მაგალითად B25-ის დამაკმაყოფილებელი, ანუ არის 32 და 7, თუ 32 და 7-ზე მაღალი არის. ყველ მან გადალახა ისე რა ქვია. არა, არა, ავიდა მაგაზე. კაი, ამასაც გავაკეთებ და გამოგიგზავნე.